ჩვენ უკვე მოვახერხეთ, რომ პოლიციას აბსოლუტურად სრული დატვირთვით დაიწყო ეფექტურად მუშაობა. ამას უკავშირდება თუნდაც გადავიდეთ იგივე თავარ კითხვაზე, რომელიც ისმის საზოგადოებაში დღეს, რომელიც დღეს ამისვეს ჟურნალისტებმა, რომ თითქოს ქვეყანაში არის კრიმინალური სიტუაცია გაუარესებული და ამ შემდეგ. მე მინდა აქვე გამარტო მიზეზები. დაახლოებით ოქტომბრის პირველ რიცხვებში გამოცხადდა, რომ ჩვენ ხელისუფლების გადაბარების პროცესი დავიწყეთ, ეს ხო ძალიან მშვიდობიანი პროცესი, თუმცა აბსოლუტურად არაეფექტური. მე მინდა გაგიმარტოთ. 25 ოქტომბერს მე ოფიციალურად დავინიშნე ministris თანამდებობაზე, 1 ნოემბერს შეივსო ჩემი გუნდით სამინისტრო და ჩვენ დავიწყეთ პრაქტიკულად 23 კვირის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ კადრების დაკომპლექტება სამინისტროში. ამ პერიოდის განმავლობაში წარმოიქმნა გარკვეული ვაკუუმი, რითაც ისარგებლეს ეგრეთ წოდებული კრიმინალებმა, ძირითადად ეს კურდასაცები არიან, რომლებიც მწვრთნიან ხულიგნობებში ჩადიან, იქნება ეს პატარა კურდობები და შემდეგ. მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ არც ერთ მათგანს არ შეერჩება ჩადენილი დანაშაული. ისინი ძალიან მკაცრად დაიჭებიან. ძალიან მკაცრად დაიჭებიან და ეს აუცილებლად მოხდება უახლოეს დღეებში. გაქვთ რაიმე ტიპის სტატისტიკა ბატონო ირაკლი, ვთქვათ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში როგორი იყო კრიმინოგენული გარემო და ვთქვათ, დიახ, წინა ხელისუფლების ბოლო თვეს რომ შევადაროთ, თუ შეგეძლებათ რაიმე მსგავსი შედარება გაგვიკეთოთ, რომ უკეთ მივხვდეთ, რამდენად დაიკლო ან რამდენად მოიმატა. კურდობები, წვრილმანი ხულიგნობები მომატებული არის, ვიდასტურებთ ამას, მაგრამ არა კატასტროფულად და არა საგანგაშო აბსოლუტურად არაფერი არ არის ამაში. რამდენჯერ? რამდენით? დაახლოებით 50% შეიძლება კურდობები, ეს არის წვრილმანი კურდობები და წვრილმანი ხულიგნობები. საქართველოს მასშტაბით. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ანალოგიური სიტუაცია იყო 2010 წელს აბსოლუტურად იგივე. ნოემბრის თვეს თუ ავიღეთ ჩვენ მაგალითად, იგივე ანალოგიური სიტუაცია იყო. 2011 წლის ნოემბერში შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო. და აქვე მინდა კიდევ ერთხელ გამარტო, რომ ხელისუფლების შეცვლის პირობებში, შეცვლის დროს, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი და ნორმალური პროცესი. ამაში ვერავითარ საგანგაშო მე ვერ ხედავ და აქვე მე მინდა თხოვნით მიმართო ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს და კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას, რომ გაგებით მოეკიდონ და ნუქმნიან რაღაც გარკვეულ პანიკას. არაფერი არ ხდება, ძალიან მარტივად რეგულირებადი პროცესი არის, პოლიციამ დაიწყო ეფექტურად მუშაობა და კიდევ ერთხელ მინდა განმარტო, რომ ის რომ ჩვენ ვაცხადებით, რომ პოლიცია იყო აბსოლუტურად პოლიტიზებული, ამის დადასტურება, ნათელი დადასტურება შეგვიძლია მოვიყვანოთ ის მაგალითი, რომ მაშინ რაც ჩვენ დავიწყეთ ხელისუფლების გადაბარება და სამინისტროს გადაბარების პროცესი, ის პირები, რომლებიც იმყოფებოდნენ მაღალი თანამდებობებზე სამინისტროში, იყვნენ აბსოლუტურად მოშებულები. არავითარ ინსტრუქციებს არ ეძლეოდნენ პოლიციელების მისამართით, შესაბამისად ამან გამოიწვია პოლიციის აბსოლუტური დემორალიზება. და მათი ეფექტურობის ხარისხი იქნა დაკლებული. საგრძნობლად ძალიან მოკლე ვადაში. აი სწორედ ამან განაპირობა და კიდევ სხვა მრავალ ფაქტორებმა გარკვეულ მოდუნება საზოგადოებაში პოლიცია და რიგებში. და ამით ისარგებლეს საერთოდ კრიმინალებმა და ჩაიდინეს და სადეს გაბიდეს რაღაც გარკვეული წვრილმანი ხულიგნობები. ბატონო ირაკლი, აი გასაგებია განმარტება, мотиваცია, რომელსაც თქვენ უკეთებთ. დიახ, ობიექტური განმარტება, თუმცა მაინც ტერმინი, რომელიც თქვენ გამოიყენეთ ახლა აი ამ განმარტებისას, რომელიც დაემთხვა თავის მხრივ პრემიერ-მინისტრის განმარტებას, რომ ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს, როგორ ფიქრობთ, რამდენად გასაგების შესაძლოა იყოს თქვენი ამორჩევლისთვის, რომელმაც თქვენ გადმოგაბარათ მმართველობა აღარ აქვს გასულ ხელისუფლებას, თუმცა გადმოგაბარათ დალაგებული კრიმინალური გარემო. ამას ელოდა როგორ ფიქრობთ თქვენი ამორჩეული, რომ თქვენ ეტყოდით ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ თვის თავზე, რომ გაგებით მოეკიდეთ კრიმინოგენური სიტუაციის ზრდას? მე კიდევ ვიმეორებ, რომ საგანგაშო აბსოლუტურად არაფერი არ არის. და ის რომ გამოვიყენ იგივე სიტყვა, რომ გაგებით მოეკიდო, მე მგონი ამაში ცუდი არაფერი არ არის. პირიქით. მე ვთვლი რომ და ეს სიტყვა მივიხმარე პირველ რიგში ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მისამართით. სწორედ მათ ინტერესებშია რომ შექმნან ისეთი ფონი და ისეთი სურათი დახატონ საზოგადოებისთვის, წარმოაჩინონ ისე თითქოს ქვეყანაში რაღაც დესტაბილიზაციის ნიშნები და ამ შემდეგ. ეს არის მართლაც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები და რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ურთიერთობებას. თუმცა მათი განცხადებები რა თქმა უნდა რეალურად ვერაფერს ვერ შეცვლის ქვეყანაში. კიდევ ერთხელ განმარტო, რომ აბსოლუტურად არავითარი ნიშნები არ შეიმჩნევა. იმისათვის, რომ ეს არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისათვის, რომ განვაცხადოთ ნებისმიერმა, იქნება ჩვენი პოლიტიკური ოპონენტი, ჩვენი მხარდამჭერი, რომ ქვეყანაში რაღაც ხდება განსაკუთრებული ან კრიმინალური სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ
რას განსაკუთრებული ზომის მიღება არის საჭირო. 50%-ით ზრდა, ვთქვათ, სრულ დადებით მუშაობს. 24 საათის განმავლობაში ჩვენ დავაწყეთ ახალი ზომები მივიღეთ. 24 საათის განმავლობაში პატრულიერებენ და ხდება როტაცია პოლიციელების, არ მხოლოდ საბადრო პოლიციას, ასევე კრიმინალ პოლიციის. და ძალიან მალე ამას მივპირდებით, ვპირდებით საზოგადოებას, ვპირდები არა მხოლოდ ჩემს ხარდაჭერას, არამედ ნებისმიერ სხვა პოლიტიკური გუნდის წევრებს, ვინაიდან ჩვენ არ ყოფს საზოგადოებას სხვა პოლიტიკური აზრის მიხედვით. ჩვენ ვართ ერთ საზოგადოება, ეს ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის, ეს ქვეყანა ეკუთვნის ჩვენ საზოგადოებას, რომელსაც ჩვენ ერთად გვქნით. მე ვპირდები მათ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, რომ უახლოეს დღეებში მოხდება სიტუაციის სრული კონტროლი. კიდევ ვიმეორებ, რომ მოხდა დასრულდა კომპლექტაცია პოლიციის ძირითადი დანაყოფების, ძირითადი სტრუქტურების და დაახლოებით ერთ კვირაში 10 დღის განმავლობაში ჩვენ შევძლებთ იგივე კონდიციაში დავაბრუნოთ ქვეყანაში მდგომარეობა. აი ეს 50%-ით თქვენ რაც ბრძანეთ და რაც თქვით რომ ამ წუთში არ არის საგანგაშო, ეს დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც ჩაიბარეთ, ნიშნულს დაუბრუნდება თქვენ ამას ფიქრობთ. ამაში იგულისხმება მაგალითად იგივე ზრუნვიანი ქურდობები, სხეულის დაზიანებები, რომელსაც სამწუხაროდ იმატა ჩხუბებმა და შემთხვევაში იმატა ამან სკვერებში და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, რომელსაც სამწუხაროდ ჩვენ ვეღარ ვაკონტროლებთ, ვინაიდან დაცვის პოლიციის მანამდე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პასუხისმგებლობაში პრეროგატივაში იყო, თუმცა ახლა სამწუხაროდ თბილისის მერიამ წაიღო ეს ფუნქციაც, ვინაიდან მათ შექმნეს საკუთარი დაცვის სამსახური ჩვენ სამწუხაროდ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძლებთ რომ იმ ადგილებშიც, სადაც ჩვენ ფიზიკურად პრაქტიკულად ვერ ვახერხებთ და არ გვიწევს 20 საათიანი პატრულირება, ჩვენ იქაც შევძლებთ სიტუაციის გაკონტროლებას. თქვენ იქაც მოვიყვანთ წესრიგში ყველაფერს. შეგიძლიათ რაიმე ტიპის განმარტება გაუკეთოთ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით და ვერსიას იმასთან დაკავშირებით, რომ აი ეს მატება კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესება, ვთქვათ, ხელოვნურად ხდება და ინიცირება მისი ხდება ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან? მე არ დაგიმოვთ იყო გარკვეული ნიშნები, განსაკუთრებით პირველ პერიოდში, ნოემბრის პირველ პერიოდში, ჩვენ იდენტიფიცირებამ მოვახდინეთ რამდენიმე ადამიანის. ამას დაკავშირებით ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, იყო გარკვეული საბოდაჟის ნიშნები, რომელიც ახვეთილი იქნა, რომელიც შეჩერებული იქნა. ეს ძალიან სამწუხაროა, როცა ადამიანი მიზანმიმართულად იქცევა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, რომელიც ეს არის აბსოლუტურად მტრული დამოკიდებულება საკუთარი ხალხის, საკუთარი საზოგადოების ქვეყნის წინააღმდეგ, რომელს მიმართ. მაგრამ მე მინდა მათ მისამართაც გავაკეთო განცხადება, რომ ყოველ ნებისმიერ მათი ცდელობა, იქნება ეს საბოტაჟის მოწყობის თუ სხვა, დასრულდება აბსოლუტურ კრახით. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძალიან შეკრული, სისტემა არის აბსოლუტურად ეფექტურად ამოქმედა და პოლიცია სრულად აწვდით აღზრდის მუშაობას. პატრული აბსოლუტურად გამოცოცხლებული არის და მე აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადაუხადო მათ იმ ეფექტური მუშაობისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ ბოლო დღეების განმავლობაში, ბოლო 10 დღის განმავლობაში, ასევე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო კრიმინალ პოლიციას და სხვა დანაყოფებს სამინისტროსი, რომელმაც ძალიან ეფექტურად დაიწყეს მუშაობა. და ეს ძალიან გამოვლინდა კიდევ სახეზე გვაქვს შედეგები, ჩვენ ძალიან კარგი შედეგები გვაქვს უკვე ბოლო 7 დღის განმავლობაში ჩვენ გვაქვს აურაცხელი საქმის გახსნები, ძალიან ბევრი საქმე იქნება გახსნილი, არა მხოლოდ მიმდინარე, არამედ წარსულში ჩადენილი, მათ შორის ძველი ხელისუფლების დროს განხორციელებული ჩადენილი მძიმე დანაშაულებებით, მათ შორის კლუბებიც იქნება გახსნილი. მოხდა უამრავი ფაქტი იარაღის ამოღების, ნარკოტიკებთან მიმართებაში ვარ ძალიან აგრესიულად მუშაობ და ძალიან კარგად მიდის მუშაობა ამ კუთხით და ძალიან ეფექტურად. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი მიდის ძალიან კარგად. და კიდევ მეორე რომ ეს არის უბრალოდ სპეკულაციას ძალიან მარტივი და იაფასიანი სპეკულირების საგანი, რომ დაიწყეს საუბარი მას დაკავშირებით, რომ თითქოს კრიმინალური სიტუაცია გართულდა საქართველოში. და ამით სულ ფონში პან ძირითადად მესიჯი მიდის საზოგადოებთ და უცხოეთის ქვეყნებში რომ მათ